Hello everyone! მოგესალმებით ჩემბოლომაზო მეგობრებო. როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ, როგორი ამინდია საქართველოში ჩვენთან საშინლად ცივა. გარეთ არის 10 გრადუსი, წვიმს, ქარია. აი, იცით როგორი ამინდია? რომ სახში გინდა და всё და სხვა არაფერი. როგორც გესმით, ცოტათი ცუდა ვარ, მაგრამ არა უშავს. ეგ არაფერს არ ნიშნავს, როცა დედა ხარ, ცუდად ხარ თუ კარგად ხარ, დედა ხარ და უნდა მოუარო ყველას და მთელ ოჯახს. ასე დღეს მინდა რაღაცები ახალი გაგიზიაროთ, დავილაპარაკოთ, ერთად ვიჭორავთ, თან რაღაცები გავაკეთოთ. დილიდან გავაკეთე ვაფლი. და მინდოდა მეჩვენებინა რაღაც ახალი ვიპოვე. ეს არის, როგორც მე მივირთმევ გლუტენის გარეშე და თუ საერთოდ გიმუშავიათ გლუტენის გარეშე ცომთან, იცით როგორი ძნელი და სამუშავებელია და როგორი მშრალია. ამიტომ ყოველ დღე რაღაცას ვეძებ, რომ რამე ახალი ვიპოვო და გავაკეთო გემრიელი პური, რომელიც არ იქნება მაგარი ან მშრალი ფუმფულა პური სახში გავაკეთო გლუტენის გარეშე და ჯერ ნორმალური არ გამომსვლია. ხო და იმ დღეს როგორც ყოველთვის ინსტაგრამში სკროლავდი და ერთ გოგო მყავს ინსტაგრამში, რომელსაც ძალიან ხშირად ვუყურებ, ეგეც ფრანგია და მიირთმევს გლუტენის გარეშე. ხო და თქვა რომ მაგის ცომში ეგ უმატებს ფსილიუმს. აი ეს არის ფსილიუმი, რომელიც მე ვიყიდე ახლა. იაფი არ არის, რადგან 200 გრამი ღირდა 5 ევრო. და წესით ეს ფსილიუმ არის კუჭ-ნაწლავისთვის ძალიან სასარგებლო, ადვილად ამუშავებ საჭმელს და გვაჩვენა fibre de psyllium. ეს არის ფსილიუმი. სხვა არაფერი. ხო და გააკეთა პურები. უბრალოდ აი ამის დახმარებით, აი ეს ქართულად ვერ დავიმახსოვრე, აი ამას რა ქვია, ფუაშიშარი ფრანგულად. ვერ დავიმახსოვრე, ხო? ხო და რას ვამბობდი? ესე იგი, აი მარტო აიმის დახმარებით 3 კოზი ფსილიუმი, სოდა, ვანილი მეთქი კაცო. მარილი თუ გინდათ მარილი და გამოვიდა ფუმფულა პატარა პურები. უკვე მესამე დღეა მაღაზია ვფიქრობ, როგორ გავაკეთო, სად ვიყიდო ფსილიუმი და რამოდენიმე დღის უკან ვნახე, რომ აქციონში, ანუ მაღაზია ექშენში არის ფსილიუმი. რა თქმა უნდა, ეგრევე ვიყიდე. მინდოდა ორი ცალი ამეღო, მაგრამ ხო და მეთქი თუ მართლა მოქმედებს, წავალ ვიყიდი. ამიტომ მინდა რომ დავტესტოთ ერთად და თუ გამოგვივა. აი აქ დაგიდეთ მაგ გოგონას ვიდეოს. ინსტაგრამში მყავს. და ძალიან ადვილად გააკეთა აი იმის დახმარებით. ახლა მე უნდა ჩემს ტაბლეტში ვნახოთ, ორი დამავიწყოთ ზუსტად როგორ აკეთებს, ვიცი რომ მარტო ამას უმატებს და მეტ არაფერს. და კარგად ბლენდავს და მე გამოსდის სასწაული პატარა პურები. აი გავგიჟდი. თან იაფი არის და ვინც ყიდულობთ გლუტენის გარეშე პურს, იცით როგორი ძვირია გლუტენის გარეშე პური, ნუ ეხლა მისაწვდომი ფასია აქვს საფრანგეთში, გერმანიაში ხო საერთოდ იაფია და საქართველოში წარმომიდგენია რომ იქნება ცეცხლის ფასი. ახლა ვნახოთ. აი ძალიან მიყვარს სამზარეულოში ახალი რაღაცების დატესტვა. ორი კვერცხი. ორი კვერცხი ხდება დამოწა, ორი კვერცხი დაუმატა და ფსილიუმი. ხო, 200. იმიტომ რომ უნდა 260-250 გრამი. აი ესა, ორი კვერცხი. აი მე ძალიან საინტერესოა, ამიტომ მაინტერესებს ძალიან როგორი გამოვა. так, დავიწყოთ ახლა. თქვენ როგორ ხართ ხალხო?
რა ხდება ახალი თქვენსკენ, საქართველოში რა ხდება, რამე თუ საინტერესოა დამიწერეთ კომენტარებში. როგორც იცით, ძალიან ხშირად კითხულობ მე ყველა კომენტარს. ძალიან მიყვარს თქვენი კომენტარები და ყოველთვის მახარებს, აი ყოველთვის. Так, ეს მოჩი. ეგ გოგონა აბლენდერებს, ამიტომ მე ჩემს რობოტში დავაბლენდერებ, როგორც ცოტათი მოგატრიალოთ ახლა. ცოტათი მოგატრიალოთ. Connect. ამაში დაბლენ. ფუაშიშ. თქვენსკენ რა ხდება, ბავშვები წავიდნენ სკოლაში, აბა, ყველა ახალგაზრდას და ყველა პატარას ვულოცავ სკოლაში წასვლას, ვუსურვებ მიღწევას და აი ფარხმალი არ დავყაროთ, რაც გინდათ თუ გულს უნდა გამოგივათ. ოღონდ მონდომება იყოს, მთავარია დისციპლინა. აი თქვენ თვითონ უნდა დააძალოთ თქვენ თავს, რომ რამე გააკეთოთ. მე ყოველ დღე ვაძალებ, ყოველ დღე მამის იმაში ვარ, დაძალებაში და გააკეთე და ვფიქრობ და მივხვდი რომ მარტო мотиваცია არ შველის. სოდა ცოტათი მარიდა მატიოდნა და ფსილიუმ ძალიან მაინტერესებს თუ რამე სუნი აქვს ნეტა ვარ ქონდეს სუნი თორე მე შინია რომ არ რაღაცნაირად შემზიზოდე არ ფსუნი არ აქვს და რაღაცნაირი ფანტელებია გოგომ თქვა რომ სამი კოვზიო სუფრის რა თქვა არ მახსოვს რა თქვა ამბობს რომ ყველაზე მეტად კარგი პური მენატრებაო და მეც ეგრე ვარ ორი კვერცხი სამი სუფრის კოვზი კარგი დიდი სუფრის კოვზები დაუმატა აი ასეთი სავსე 1 2 და 3 როგორ მაინტერესებს რა გამოვა ამ გოგონამ თქვა რომ ეს ფსილიუმი აფთიაქებშიც იყიდება, ამიტომ თუ კაი გამოვიდა. ნუ ახლა მაგას გამოვიდა, ჩვენ რატო არ უნდა გამოგვივიდეს კაცო. ამიტომ საქართველოში იქნება და აფთიაქებში ფსილიუმი იპოვოთ, თუ მართლა გამოდის. რა ვიცი, ეგ გოგონა ხშირად უმატებს ამ ფსილიუმს თავის ყველანაირ ცომეულ საჭმელში. ამიტომ მეთქი საინტერესოა. ზუსტად ეგეთი უნდა გამოსვლა და როგორც მაგ გოგონას აქვს. რაღაცნაირი აი რომ იკრავდესო. ზუსტად ეგეთია რა კაია. როგორ მაინტერესებს ნახეთ. აი ეს თიცომია რაღაცნაირი. კარგად უჭირავს თავი. ნახოთ რა გამოვა. ძალიან მაინტერესებს. ერთი კიდე ავთქვიფავ კარგად და მესა. ეყობა ძალიან კარგი სუნი აქვს. თქვენ თუ გიყვართ ეს ფუაშიშ, მე ქართულად როგორ არის ფუაშიში უნდა ვნახო. დარწმუნებული ვარ რომ უკვე ნათქვამი მაქვს ვიდეოში, მაგრამ დამავიწყდა. Шиш. Так. Цицилао. Რა ციცილა გოგო? ციცილა რუსულად ნუტ. Ну бреф. Ну, მიხვდით რაზე ალაპარაკი. ხო და აი ამის სუნია ძალიან გემრიელი. ამბობს რომ ეს ფსილიუმი აძლევს აი ამ გლუტენის შემცვლელია ძალიან თურმე ეს ფსილიუმი, ამიტომ ძალიან საინტერესოა. ხელებს გადავიბა. კიდევ ვანილი მაქვს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. და ესეთი ბურთები გააკეთა.
ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს. და ესე დადო. და 9 საათი 180 გრადუსზე მოათავსა. გიждები რომ აი რო აჩვენებს, აი ნაღდ პურებს გავს რაღაცნაირი პატარა ბურგერის პურებივით არის. და ამბობს რომ ჩემი ყველაზე კარგი რეცეპტი რომელიც გამომივიდა გლუტენის გარეშე. თუ მართლა გამოგვივა ხდება სასწაული. ნახეთ ამბობს რომ ეს ფსილი ომი даже ბიომაღაზიებში შეიძლება რომ ვიყიდოთ. ჩვენთან საფრანგეთში არის ბიომაღაზიები და ქვია ბიოკოპ. ძალიან ძვირიანიც არ არის, მაგრამ მიაფიანიც არ არის. მე იქ მივდივარ და გლუტენის გარეშე გერკულეს ვყიდულობ ხოლმე, ხო იცით გერკულესის მარცვლები როა. ნუ გერკულეს ეს მე ვეძაღი, მაგრამ მე მგონი მივიღდით რაცია. ავუანის ფანტელი. გლუტენის გარეშე, იმიტომ რომ ავუან არის წესი და რეგით ავუან არის ხორბალი. მაგასაც ეგრე 5 ცალი გამოუვიდა და აი აქ ოდნავ დამჩა და რომელიც პატარა მაგას მიუღდა. მომწერეთ როგორი ვიდეოები გინდათ რომ გადავიღო. თუ რამე საინტერესო გინდათ რომ ნახოთ ჩემს არხზე დიდი სიამოვნებით თუ შევძლებთ გავაკეთებ და გადაგიღებთ ვიდეოებს რომელიც თქვენ მოგწონთ და გაინტერესებთ. ამისით კითხვები კარგად იკრავს. დამისვეს კიდევ კითხვა, დიდი ხანია ეს კითხვა დამისვეს. ერთ-ერთ ჩემს ვიდეოში, რომ ნანა რატომ აღარდებ ვიდეოებს. სადაც ტემუს ოლან რაღაცა როგორც გახსოვთ მე მქონდა კოლაბორაცია ტემუსთან. ყოველთვის კარგად ჩაიარა, უბრალოდ რაღაცნაირად აღარ მინდა ეს მე ხო ვიცი ხა საიდან მოდის ეს მთელი ნივთები და როგორ მზადდება და როგორ მოდის და ძალიან ბინძურდება ჩვენი ქვეყანა აი ასეთი dropshipping-ის საიტებიდან. ამიტომ რა თქმა უნდა ვიცი, რა თქმა უნდა ვყიდულობ მე ისევ AliExpress-ში, Shein-ში, Temu-ში, მაგრამ ვცდილობ რომ ძალიან ხშირად არ გავაკეთო და ძალიან ხშირად არ გამოვიწერო ეს საიტებიდან. ამიტომ კი როგორ არა ვაკეთებ და მინდა ძალიან მალე Shein-დან რაღაცების გამოწერა და რა თქმა უნდა გაჩვენებ, მაგრამ ვცდილობ რომ მოვაკლო ჩემი ეს Temu-ს და Shein-ის და AliExpress-ის ამანათები. ასე ახლა ჩვენს პურებს ზემოდან მე დავადებ, აი ასეთი მართლეულობა მაქვს სახში. და ამიტომ აი ამ მართლეულობას ზემოდან დავაკლი და იქნება pepitos. რა pepita? აი ასე. და ესე აი ვამბობ და ზემოდან ესე დაატყება. აი ესე. ასე. აქა ძალიან გემრიელი მზესუმზირის სურნელია და გოგრის ის არის. გოგრის მზესუმზირაც შერეული როა ძალიან. Так. Sésamიც აქვს შიგნით, მიყვარს სეზამის მარცვლები ძალიან. Grain de tournesol, courge, pinot de pain. ნახეთ, ჩემი პატარა გლუტენის გარეშე პურები. მაგრამ აი ძალიან არ გაიზრდება, ეს თები დარჩება. როგორც მივხვდი.
9 საათი 180 გრადუსზე. Let's go! აუ როგორ მაინტერესებს? ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. ახლა რა თქმა უნდა მინდა რომ გავაკეთო ჩვენი უსაყვარლესი და ჩემი განთქმული გოგრის სუპი. აი შემოდგომა მარტო ალბათ ამის გამო მიყვარს რომ გოგრები მიყვარს ძალიან და ღუმელში გოგრა დაბრაწული აი ესე სუპი პიურე ყველაფერი კექსში მიყვარს გოგრა ჩახეხილი ძალიან. აი ხო იცით გაღოდგეიკებს რომ ვაკეთებ თქო სტაფილოს მაგივრად ეს რომ ჩავხეხო ძალიან გემრიელია. ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს მაგეთი გადაღებული ჩემს არხზე თქვენ ალბათ გახსოვთ. ამიტომ ამ ვიდეოს ბოლოს სანამ დამთავრდება დავდებ მაგ ვიდეოებს სადაც ვაკეთებ სუპს, სადაც ვაკეთებ კექსი. ყველაფერი რაც გოგრას ეხება. ეხლა ალბათ ფიქრობთ, ნანა რა ხდება? რატო ეგეთი წყნარი შენი სახლი? რატომ არის ეგეთი აურა სიწყნარის და სიმშვიდის? იმიტომ რომ ლუის დიდასთან არის და დენისი ოთახში თამაშობს. ეს უკვე მე რამდენიმე დღეა ლეგოებს აწყობს, გართულია. ძალიან უყვარს ლეგოები. ნუ მე ხო ხედავ უყვარს, მაგრამ როცა ვეუნები რა გიყიდო, ვეუნები ლეგო, მეუნება არ მიყვარს, არ მინდა, არა და საათობით ზის და აწყობს ამ ლეგოებს. ხო და ეხლა ზის აწყობს ლეგოებს. ასე, როგორც იცით, წავიდა პირველ კლასში დენისი. რა თქმა უნდა, დღიურში უკვე აქვს 3 შენიშვნა მასწავლებისგან. აი მე ღმერთო, როდესაც წამოიზრდება და თავში ოდნავ მოუვა რომ ეს რა ამას არ გავაკეთებ რომ მასწავლებელმა შენიშვნა არ მომცეს და ძალიან ისეთი ბავშვია, სხვანაირი. და მეც არ ვიცი უკვე რა გავაკეთო. უკვე არ ვიცი რა გავაკეთო. ბოლო იყო რომ იჩხუბა ბავშვთან, ეხლა რა თქმა უნდა ბავშვები არიან, ჩხუბობენ და მთელი ამბავი. მაგრამ ისე ბავშვს თურმე ხელი ჰკრა, რომ ბავშვმა თავი მიარტყა კედელზე. შუბლი უფრო სწორად და უბრალოდ რომ წარმომიდგენია შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ამაზე უფრო საშინელება, ვიდრე უბრალოდ ბავშვის ჩხუბი და თამაში. რა ვიცი, ბავშვს წარბი გასკლომოდა, შუბლი გასკლომოდა, მე ხო იცით, დედები ვართ და ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ და გვეშინია. ამიტომ ესეთი ამბებია, რავი, ყოველ საღამოს ველაპარაკები, ყოველ საღამოს საუბრობთ ამ ყველაფრის შესახებ. სულ მეუბნება, რომ ძალით არ აკეთებს, რომ ვერ აკონტროლებს თავს და ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ სკოლაში იყო ბაქცევა და ასე შემდეგ უკვე ქონდა ეს პრობლემები, აი რაც სკოლა დაიწყო და ერთი წელი ესე გავიდა ესე წელი ეს მასწავლებლის შენიშვნებით, გამოძახებით, საუბარით მასწავლებელთან და მეორე წელს სკოლაში უკვე ჩვენც უკვე აღარ შეგვეძლო, რომ აი მართლა ვერ აკონტროლებს ხანდახან თავს, ხან რას იტყვის, ხან რას, ხან როგორი მოქცევა ექნება, ხან როგორი არ ვიცით. ხო და წინა წელს ერთი წლის განმავლობაში დაყვავდა ფსიქოლოგთან კვირაში ერთხელ. რომ იქნება და მაგ ფსიქოლოგს რამე ახალი რამე ეპოვნა, ნუ როგორ ვუშველოთ დენის, იმიტომ რომ ყველაზე ცოდო და სამწუხარო ეს არის, რომ ამ დროს დენისი იტანჯება, ხო?
რომ ვერ გამოსდის თავის კონტროლი და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ წავიყვანეთ ფსიქოლოგთან და ყავდა ჩვენც ხანდახან მივიდოდით ხოლმე, ხანდახან მარტო დავიდი, ხანდახან მარტო მე. და ერთი პერიოდი რაღაცა უშველასავით ელაპარაკებოდა ამ ფსიქოლოგიც მეუბნებოდა რომ ძალიან და ეს ფსიქოლოგი მეუბნებოდა რომ ძალიან გძნობიარე ბავშვია და ესეც რა თქმა უნდა არ ეხმარება. ხო და ესე დაყავდა ფსიქოლოგთან. და ეს რა ვიცი 3 კვირა რაც სკოლა დაიწყო ჩვენთან 1 სექტემბერს დაიწყო სკოლა. 3 კვირა რაც სკოლა დაიწყო და უკვე 3 შენიშვნა მასწავლებლის. არ შევდივარ კამათში, არ ვეჩხუბები, რომ ვცდილობ რომ არ ну, რა თქმა უნდა, ახლა ვეუბნები რომ ესე მას რაღაცების გაკეთება არ შეიძლება. მაგრამ რაღაცნაირად შეგრძნება მოქვს რომ არ ისმის. არანაირად არ იღებს ამ ყველაფერს სერიოზულად. და ჩემთვისაც ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ყოველ საღამოს სკოლიდან რომ გამომყავს ვიცით რის ფიქრში ვარ, აი დღეს რას მომიტანს დღიურში, აი დღეს რა ეწერება, დღეს რა შენიშვნა იქნება, იმიტომ რომ ლამის ყოველდღე არის. მაგრამ ერთი ეგ არის კარგი, რომ სხვა რაღაცეებში, ანუ მაგალითად როცა სასადილოში ზიან ბავშვები მიირთმევენ იქ საჭმელს სკოლაში, იქ კარგად იქცევა, როცა ადრე სასადილოში იყო პრობლემა, ეხლა სასადილოში კარგად იქცევა და იმიტომაც ძალიანაც არ ვეკამათები, იმიტომ რომ ვიცი რომ სხვა დარგებში და სხვა ადგილას უფრო კარგად იქცევა ვიდრე ადრე. ამიტომ და საერთოდ არის ადვილი ძალიან ძნელია ჩვენთვისაც, რომლებსაც ისეთი ბავშვები ყავს, არიან ბავშვები, რომლებიც ტირიან სკოლაში რომ წავიდნენ, ან პირველი დღე სკოლაში ტირიან, დენის ძალიან უყვარს სკოლა, წასვლა და უბრალოდ ესეთი ძალიან უძნელდება თავისი ძალის და თავისი ესეთი ჟესტების თუ შემიძლია რომ ასე ვთქვა კონტროლი. დარწმუნებული ვარ, ეს ტყდება. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი დედა გამიგებთ და იმედია ცოტათი მეც რა ვიცი რომ გაგიზიარეთ რაღაცნაირად იმ დედებს ვისაც ჩემნაირი ბავშვები ყავთ რაღაცნაირად მოგიხსენით ეს ნერვიულობა მარტო თქვენ არ ხართ. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ. დირექტორმაც კი გამოგვიძახა წინა წელს სკოლაში და ახლა ეს რომ როგორც იცით ახალი სკოლაა ამ ახალ სკოლაში მასწავლებელი დენისის თვითონ არის დირექტორი ამ სკოლის. როგორ გიტყრათ? ამიტომ ნახოთ რა იქნება. მაგრამ როგორც გითხარით, დააკვირდით თუ სხვა რამეში კარგად იქცევიან, პირიქით ვუთხრათ რომ აი ყოჩა ხა კარგად იქცევი, კარგია, არაუშავს თუ ბავშვებთან ხშირად კამათობ, მანდაც გამოგივა, მანდაც კარგად მოიქცევი, რადგან სხვა დარგებში და სხვა დროს უფრო კარგად იქცევი. ნუ როგორ ვთქვათ, აი მივცეთ ეგ мотиваცია და ეგ ისა რომ არაუშავს, გამოგივა, არასდროს არ ვუთხრათ რომ აი შენ ეგეთი ხარ და შენ ეგეთი ხარ და შენი ბრალია ყველაფერი, ბავშვს უფრო და უფრო ჩავკეტავთ, ამიტომ ჯობია რომ ველაპარაკოთ. ძალიან ძნელია, როცა სამსახურიდან დაღლილი მოდიხარ და უკვე დღიურში გხვდება ესეთი ამბავი, საერთოდ არ არის ადვილი, რომ აი ეს ყველაფერი აი ესე წყნარად და მშვიდად მიიღო. არის მომენტები, რომ აი ავფეთქდები ხოლმე და ძალიან ხშირად ვცდილობ რომ არ ავფეთქდე და წყნარად დაველაპარაკო და წყნარად ავხსნა. მაგრამ უთხარით, რა თქმა უნდა, ბავშვებს ყველაფერი ესმით, ყველაფერი ციციან.
უთხარით, რომ თქვენ ძალიან გეხებათ ეს ყველაფერი და ძალიან გუგტკენთ ეს ყველაფერი. რომ თვითონაც აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რომ მარტო ამ ქვეყნად ეგ არ არის. იმიტომ რომ ჩემდენის ეგეთი ქცევები აქვს. მაგას გონია რომ ამ ქვეყნად მარტო აქვს ვაჟბატონი და რასაც უნდა მაგას აკეთებ. ამიტომ ველაპარაკოთ, რაც შეიძლება ხშირად ჩვენს ბავშვებს და რა თქმა უნდა ეს საუბარი წყნარად არასდროს არ არის მარტივი. მაგრამ გინდაც ხანდახან აფეთქდეთ, არასდროს არ ვთქვა თქვენს თავში რომ აი საშინელი დედა ვარ და ისა. ჩვენ რობოტები არა ვართ, ჩვენც ვართ ადამიანები, ჩვენც ვართ. ჩვენც ბავშვები ვიყავით და მე ძალიან მახსოვს ჩემი მოქცევა. რო ვუყურებდი ის, აი ჩემ თავს ვხედავ ხოლმე და აი კი არ მეცინება, იმიტომ რომ ხანდახან ხოლმე ეს მთელი ისინი დირექტორამდე მიდის და მთელი ამბავი. მაგრამ ჩემი თავი მახსენდება და არა უშავს. არა უშავს. მე მსავსე აქვს ამას კიდე. ეს მარცვლეულობა რა არის? აი ესე ან ხშირად როცა წინა წელს სკოლაში ეს რაღაცები ხდებოდა, მასწავლებელი მეუბნებოდა რომ ესო, იმიტომ რომ ძალიან ხშირადო ეკრანის წინო ზიისო და ტელევიზორიო და ტაბლეტიო და მეთქი თქვენ არ იცით სახში როგორ ვიქცევით. განამართლა ჩემი ბავშვები გამომწყდეულები არიან ტაბლეტთან და იმასთან. ეგ არაფერს არ ნიშნავს. არ ვიცი საიდან მოვიდათ ეს თავში. კი, რა თქმა უნდა. უნდა ვაკონტროლოთ ბავშვები ეკრანის წინ. რა თქმა უნდა, არ უნდა იყვნენ ძალიან ხშირად, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ეგ არაფერს არ ნიშნავს. თან როცა უკვე ბავშვი გაიზარდა, ახლა პატარები რო არიან, რა თქმა უნდა. მაგრამ 6-7 წლისები უკვე მე ვფიქრობ, რომ სჭირდებათ ეკრანის, ტაბლეტიც, რომ იცოდნენ რა ხდება, რა არის ინტერნეტი და როგორ შეიძლება რომ კარგად და სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. და არა, რაიმე ინტერნეტზე და ამაზე საშინელი არაფერი არ არის, მარტო სისულელეებია ინტერნეტში, ეგ არის ტყუილი. მაგას ის ამბობს, ვინც არ იცის ნორმალურად სარგებლობა ინტერნეტის და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ამაზე მაგარი არაფერი არ გამოუშვა ამ ადამიანმა ამ ქვეყნად ალბათ ინტერნეტი რომ იპოვა და როგორ და რანაირად და რა ვიცი. ამიტომ ზომიერად ყველაფერი, მაგრამ გათვლად და ზომიერად და ძალიან ბევრი არა. დედა, როგორც იქნა გამცხვენი? როგორც იქნა? ძალიან მაგარი იყო ეს. ახლა გავაკეთებ გემრიელ სუპს. ამ ჩემი სუპის რეცეპტი უკვე იცით, მაგრამ უცბად ახლა აგიღით. შუშავთ ნიორს და ხავსს ჩვეულებრივ ქვაბში, შემდეგ გოგრას ვჭრით კუბიკებად, ვათავსებთ ქვაბში, ვუმატებთ 50 გრამ კარაქს, შემდეგ ოდნავ წყალს, ბევრი არა, არ უნდა დავფაროთ. კარგად უნდა ჩაითუთქოს, ისე რომ აი უკვე პიურეთ რო იქცევა ისე და მერე კარგად დავაბლენდეროთ, რომ დავაბლენდერებთ მერე მარილი, პირპილი ძალიან უხდება და შეგიძლიათ ზემოდან კიდევ არაჟანი, როდესაც მიირთმევთ. უგემრიელეს. ამიტომ მე ვაკეთებ ჩემს რობოტში. როგორც იცით, ყოველთვის მანდ ვაკეთებ. და ცოტა ვარ. და იმიტომაც ცოტა ვაპარაკობ. აბა ნახოთ რა ხდება ჩვენი კურების შესახებ. არ ვიცი, რაღაცნაირად იბერებიან, ვნახოთ რა გამოვა. ამას გაჟა. შემდეგ ხო იცით, სამსახურში მივდივარ, დღეს 4 შაბათია, მართლა დამავიწყდით. დღეს არის 4 შაბათი, მივდივარ მე სამსახურში. მინდა რომ ეს ვიდეო საღამოს დავდო. იმედია მექნება დრო რომ დავამონტაჟო. მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ამ სუპს მარტო ხო არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ გავაკეთო პამიდორის ტარტი. გახსოვთ რომ ვაკეთებდი? როგორც იცით, ჩვენი პამიდორები გვაქვს ეზოში ამოსული და როგორც ყოველ წელს ძალიან კარგად
ყვავის ჩვენი პამიდრები და ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს და მინდა რომ ისევ გავაკეთო რამე ტარტივით. აი ახლა ხანს გამოვიღე ეს ჩვენი პატარა პურები, აი უბრალოდ გავაფრენ. ნახეთ. თითქოს და გადახლეჩილი პატარა პურები. მე გლუტენის გარეშე ესეთი გადახლეჩილი რატო არ გამოსვლია და აი უყურეთ. ფუმფუა, აი გავაფრენ. არ გამაგიჟო. უყურეთ. უყურეთ როგორი ფუმფულა და კარგია. უნდა გავაციო, თორე მე ახლა ცხელ-ცხელი უკვე იმას ვქენი. ესე არ არსებობს. არ არსებობს, რომ უბრალოდ იმ ფუაშიშით გამოვიდეს, არ არსებობს, გავაფრენ. ნახეთ. ძალიან კარგია. აი ეს არის ფსილიუმი. გაჩვენებთ. აი. და კიდევ ძალიან ბევრ რეცეპტებს ვცდი ამ ფსილიუმით და გაჩვენებთ აუცილებლად. ესეც ჩვენი შრომა დღევანდელი სამზარეულოში. ჩვენი გოგრის სუპი, პატარა პურები, ძალიან გემრიელია, ძალიან გავსინჯე. ძალიან გემრიელია, ფუმფულა პურები გამოგვივიდა გლუტენის გარეშე და ნაკლები ინგრედიენტებით. აქ უკვე გავაკეთე ჩემი პამიდორის ტარტი. ეს არის ჩვეულებრივი ცომი, ამ ცომში არის ფქვილი, სოდა, არაჟანი, ცხიმიანი ან ხაჭო. ცოტათი მეტი ფქვილი დავუმატე. ცოტათი ხელებზე იკრავს, არ უნდა იყოს ძალიან სავსე ფქვილით, რომ შრალი არ გამოვიდეს და ზემოდან შემდეგ აი ასე ძალიან წვრილად ზეთის ხილი. ზეთის ხილის ზეთი, ნუ მიხვდით, ლაპარაკი აღარ ვიცი. და დამჩა გოგრა, ამიტომ აქ მოვხარშე და შემდეგ ჩავხეხავ და გავაკეთებ გემრიელ კექს. ასე იმედია მოგეწონათ ესეთი საუბარი ჩემთან ერთად. იმედია კარგად ვიჭორავეთ ერთად, როგორც დაქალები. ძალიან მიყვარს ასეთი ვიდეოების გადაღება, სადაც ვლაპარაკობ, თან სასარგებლოდ გადის დრო, თან რამე გემრიელს ვამზადებთ. ამიტომ ასე იმედია მოგეწონათ. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი და საინტერესო ვიდეოთი. გოცნით!